რას ნიშნავს ეს თანხმობა შავ ზღვაზე სიცხლის შეწყვეტის? ანუ რას აძლევს ეს უკრაინას ან რას აძლევს ვინმეს რა? ეს უბრალოდ მიმდინარეობს პოლიტიკური რიტორიკა, რუსები ცდილობენ რომ დრო გაწელონ, რაღაცა შედეგი იყოს, რაღაცა სუბიექტი იყოს, რაღაცა გამოზალონ ამის სანაცვლოდ, ხო? ალბათ როგორც ჩანს SWIFT-ის არ ქონა ძალიან აწუხებთ, ეს სერიოზული პრობლემაა და თუ კი რაღაცაზე მაინც აღადგენენ ამ SWIFT-ის გამოყენებას, მე უკვე ნახავენ გზას სხვა რაღაცებზეც როგორ იმასაკნან, ანუ გასაგებია რუსეთს რა შეაწყობს ეს, გავიგებთ. რა შეაწყობს ეს უკრაინას, არაფერს არ აწყობს რა შეაწყობს. ერთ-ერთი ძლიერი მხარეა უკრაინაში საზღვაო დრონებით ებრძვიან იმას, ანუ თუ კი საუბრობთ რომ რაღაც ხორბალის და იმის ექსპორტი მოხდეს უკრაინიდან, ეს შედას ხდება თურქული და სხვა მედიატორობის იმაში, ხო? უკვე ეს ხელშეკრულება არ არის მომგებიანი რა, როგორც ასეთი, მაგრამ ეს ხელშეკრულებაც არ არის და მე არ ვფიქრობ, რომ ამას უწერია საბოლოო განხორციელება ან ეს სამშვიდობო შეთანხმება მიღწევადია. რუსეთი უბრალოდ იქცევა ისე, როგორც რუსეთი, ანუ ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ თქვას, რაც უნდა უთხრას, იმას ესაუბრება, არაფერს არ კარგავს დისკუსიაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერს მომტანი ხელშეკრულება რეალურად არ არის და დროის საკითხია, რამდენად მალე დაიღოა ის, როც შედგეს. კი ბატონო, ევროპისგან მიიღო სხვათა შორის პასუხი ამ სანქციებზე. რუსეთის სანქციების სრულად მოხსნის ერთადერთი მყარი პირობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან გასვლა, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება. ევროკომისიის ოფიციალური განცხადება იყო ეს. კარგია რომ ევროპისგან ეს განცხადება, ანუ ამერიკას აშკარად სხვა პოზიციები აქვს სხვადასხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა, SWIFT-ის მოხსნა შეუძლიათ ამერიკელებს, მაგრამ ეს ბევრს როცა ასეთ საერთაშორისო ვაჭრობას და იზოლაციის დამთავრებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მხრივ ევროპის პოზიცია, მაგრამ ერთიანობის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ რუსეთთან რაღაც შედეგის მიღწევა რა. ნახოთ. კი ბატონო, რა ვნახოთ? რამდენ ხანს უნდა დაველოდოთ? ბატონო, ეს არის კითხვა. აი ჩვენ ზელენსკი მახსენდა სხვა შორის თარიღებით 11 მარტს იყო მაგიდაზეო წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტა სრულად 30 დღის განმავლობაში ყველგან საში ზღვაში და ხმელეთზე, მაგრამ პუტინი ამას არ დათანხმდა და აგერ დღეს რა რიცხვია, ხო? მარტის ბოლოა და ახლა თქვა რომ კი ბატონო ცეცხლის შევწყვიტოთ სადღაც შავ ზღვაზე, ოღონდ ამაში გიცვლით ამას. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს სულელური შეთავაზებაა, ამას დათანხმებაც იქნება სისუსტე და სისულელე, არაფრის მომტანი. ზოგადად ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე, თუნდაც 30 დღით, თუნდაც მისი გაგრძელება, ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, იმიტომ რომ ეს მოიტანს რაღაც გარკვეულ მშვიდობას, გარკვეულ შესაძლებლობას მიცემს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, რომ რაღაც ის რესურსები და დანაკლისები შეივსონ და დროთა განმავლობაში რაღაც სხვა გზები შეიძლება გამოჩნდეს რა. მაგრამ სხვა ყველაფერი რა, ანუ ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე სხვა ყველაფერი როგორც ჩანს მას არ უწერია მომავალი და ეს არის მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება, რომ რაც შეიძლება თამაში გაახანგრძლიოს. აი ტაქტიკაზე რომ გადავიდეთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის პოზიცია გახდა ცნობილი, გენერალ-მაიორი ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ რუსები, ესე იგი, რამდენიმე სცენარს განიხილავენ და ეს არის 15 შესაძლო სამხედრო კონფლიქტის სცენარი 2045 წლამდე, რომელთაგანაც 6 ჩრდილოეთ ევროპასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, მხოლოდ პოლონეთთან მიმართებით რუსეთი 4 სცენარს განიხილავს. და არ დააყოვნა რუტეს პასუხმა ნატოს გენერალური მდივნის პოლონეთიდან, რომ არაფერი შეგეშალოსო, პუტინს უთხრა, თუ პოლონეთზე ან სხვა წევრზე იქნება თავდასხმა, ჩვენ დაუყოვნებლივ ვირეაგირებთო. აი ეს რიტორიკა რამდენად ეფუძნება მოსალოდნელ სცენარს. ინტერვიუ მეც ვნახე, მე ვფიქრობ, ან სკიბიცკიმ თვითონ ბოლომდე არ თქვა, ან რუსები უშვებენ თვითონ ფუნდამენტურ შესწავლას, ის რომ მათ პოლონეთთან მიმართებაში, ბალტიისპირეთთან მიმართებაში, სკანდინავიის ქვეყნებთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, მოლდოვასთან მიმართებაში, შუა აზიის ქვეყნებთან მიმართებაში სამხედრო გეგმები გააჩნიათ. ეს არ არის სიახლე. ეს არ არის სიახლე, რა თქმა უნდა გააჩნიათ, ცდილობენ. რამდენად გათამამდებიან ამაზე, ეს სხვა საკითხია. ეს ბევრად არის ევროპელებზე უკვე დამოკიდებული და აღარც ამერიკელებზე, იმიტომ რომ ისინი თუ სწრაფ ტემპში აჩვენებენ იმ სამხედრო მზადყოფნას, რაც მათ ჭირდებათ, მაშინ რუსეთი ვერ გადათამამდება და ვერ გადადგავს ამ ნაბიჯს, ხო? სხვა ყველა შემთხვევაში ამის ალბათობა არსებობს.
არა უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ პერსპექტივაში ამის ალბათობა არსებობს. რაც გამორჩა იქ რუსებსაც და სკიბისკის, ისინი განიხილავენ ამერიკის ჰეგემონიას, ჩინეთის ჰეგემონიას, მულტიპოლარულ სამყაროს, ამას რა თქმა უნდა ეს თეორიებია და რეგიონალიზაციას თავარს არ განიხილავენ. თავარს განიხილავენ ორი ძლიერი ძალის არსებობა ისევ ისე, უბრალოდ ეს აღარ იქნება რუსეთი, მას ჩაანაცვლებს ჩინეთი. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. კი, და აი 2026 წელს ომის დასრულების ამოცანაც ამიტომ აქვს რუსეთს, რომ ის ჩამორჩება წინააღმდეგ შემთხვევაში. უკვე რუსეთი ჩამორჩება, მაინც ჩამორჩება ჩინეთსა და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ამ ომს, მით უფრო დიდხანს დიდი პრობლემები შეექმნება მომავალში. ანუ რუსეთს აწყობს ამ ომის დასრულება ახლა. რაციონალური რუსეთს უნდა აწყობდეს ომის დასრულება და არც დაიწყებდა ამ ომს, მაგრამ რაციონალური არ არის, ამიტომ ჩვენ დავაკვირდეთ სოფლის კაცობრიობის ისტორიაში არაფერია, ყველა დიდი იმპერიები აი ესეთი ომებით, გრძელვადიანი ომებით სრულდებოდა, ისინი ვალებში ყველას ეს პრობლემა შეექმნა, ხო, ვერ გაუძლებს. ანუ იგივე შეიძლება არ დაინგრეს, მაგრამ ძალიან დასუსტდება რუსეთი სხვა ტიპის იმპერია, მაგრამ ამ ომიდან ყველანაირად კი შეიძლება რაღაც მიიტაცოს ისის დე ფაქტო რაღაც მიწები, მაგრამ ამ ომიდან იმ დიდ რბოლაში რაც მიმდინარეობს ახლა დედამიწაზე, ხო? ყველანაირად დასუსტებული გამო არ აქვს მნიშვნელობა ტრამპი, ვენსი, ევროპელები, ჩინელები რა სიტყვიან. დასუსტებული იქნება და წერტილი. კი ბატონო. საფრანგეთი, რომელიც თანამშრომლობს ბრიტანეთთან ჭიდროდ, ვიცით, სურვილთა კოალიციის თემაზე, 30 ლიდერსა და დელეგაციის 30 ქვეყანას, 30 ქვეყნიდან დელეგაციას უმასპინძლებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა და როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, როიტერსი, რომ ევროპა შესაძლოა აღარ გეგმავდეს უკრაინაში თავისი სამშვიდობო ძალების გაგზავნას და აქტიურად განიხილავს სხვა უსაფრთხოების გარანტიებს. აღნიშნულ მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი აწლებენ პოლიტიკურ და ლოგისტიკურ შეზღუდვებს და ამასთან რუსეთისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგობას მათ გეგმებზეო ალფა სიხშირე ავრცელებს ამ ინფორმაციას. მე არ გადამიმოწმებია ამ თვითას. მე საერთოდ პირადად ჩემს კეთყვით ცოტა განსხვავდება სხვა აზრისგან შეიძლება. ანუ ხალხი პოლიტიკურად ევროპელები დაგზავნიან უკრაინაში ჯერ. მე რო ვიყო უკრაინელების თავარსარდალი, ევროპელი ჯარები არ მენდობებოდა ჩემ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ არ იქნება ეფექტური სახმელეთო ჯარი. ის რაც უნდა გააკეთონ ევროპელებმა პირველი უკრაინაში ვინმეს გაგზავნამდე უკვე ამერიკისგან დამოუკიდებლად სასწრაფოდ უნდა შექმნან თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა. დაიწყონ იმ სისტემებზე ზრუნვაც, სადაც ისინი ფაქტიურად ჩამოკიდებული არიან ამერიკაზე ბოლომდე და იმის გარეშე საკუთარი უსაფრთხოება არ შეუძლიათ. ხო, ეს არის საჰაერო თავდადე ბევრი რაღაც სისტემა, რომელიც მათ არ აქვს. არ აწარმოებენ, ხინდულობენ, ანუ უნდა დადონ ამერიკასთან ხელშეკრულება, რომ ულიმიტოდ ექნებათ ამის შესყიდვის შესაძლებლობა, რომელსაც რავით, თვალ ტრამპისნაირი ვიღაც მოვა კიდე და შეიძლება ეს გააუქმოს, ან რაღაც ალტერნატიული გზები უნდა იშოვნეთ. ეს არის ერთ სამხედრო მრეწველობაში ინვესტიცია. ეს სერიოზულად. მეორე რაც მათ უნდა ქნათ, ხო? აუცილებლად უნდა უზრუნველყო, რომ უკრაინას მიაწოდონ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება, მეტი საჰაერო თავდაცვასაშორებელი, იმიტომ რომ სანამ უკრაინა იცავს თავის თავს ამ ომში, ევროპა არის დაცული. ეს არის აქსიომა, ეს არ არის რაღაც სამხედრო თეორია, რაღაც ხო. ფაქტია. სახმელეთო ჯარისკაცები ეს იქნება სიმბოლიკა, რაღაც პოლიტიკური მხარდაჭერა, შეიძლება ზურგში ყოფილი უკრაინელი ჯარისკაცები ჩაასწოროს, მაგრამ მე მაგალითად ხა წინა მხარზე ევროპელი ჯარისკაცებს არც განიხილება, არც არის საჭირო და არც არაფრის თავის გულზე ჯიგის დარტყმის ტოლფასი იქნება ესეთი გარანტიები, არაფერი გარანტიების მომცემი ეს არ არის, თუ კი უკრაინას რაიმე უსაფრთხოების სისტემაში არ გააწევრიან. რა არის ეს უსაფრთხოების სისტემა? ჯერჯერობით არის ნატო. ნატოა, ხო, ჯერჯერობით სხვა არ არის, მაგრამ თუ კი ეს კოალიცია ახალ რაღაცას შექმნის, მაშინ ფაქტიურად რეალურად რო შეხედო, მოდი რაღაც პოლიტიკური რაღაცები გავხდეთ და შევხედოთ სამხედრო თვალსაზრისით, ხო? რა არის ევროპული უსაფრთხოება? რა ჭირდება ევროპული უსაფრთხოება? ჭირდება თანხა და ჯარი. თანხა და ჯარი, მაგრამ რა არის ჯარი? თანხა გასაგებია, ჯარი გავი, მოდი ჯარზე ვისაუბროთ. პირველი რა არის? დღევანდელი ომი. ბირთვული იარაღის საკუთარი. ხო. ამ ბირთვული იარაღის პოტენციალი რაც დღეს ინგლისს და საფრანგეთს ერთად აქვს, უნდა გაზარდონ. აუცილებლად უნდა გაზარდონ, ხო? უნდა გაზარდონ, ცოტა წინ წაწიონ, მაგრამ მეორე, ბირთვული იარაღზე მეტად ჭირდება ტექნოლოგიური უპირატესობა. ტექნოლოგიური უპირატესობა რუსეთზე. მათ აქვს გარკვეული ტექნოლოგიური უპირატესობა, მაგრამ არის ისეთი როგორც შეერთებულ შტატებში. არის თელი რიგი შეიარაღება, რომელიც ევროპელები თვითონ არ აწარმოებენ.
ან უნდა დაიწყონ ამის წარმოება, ან უნდა მოურიდენ ან რუსებს, ან ჩინელებს ვიღაცას, რომ ეს კონდეს უწყვეტი მარაგი, ომის საჭიროების შემთხვევაში, რომ ის ომის დროს, როგორც ტრამპმა გადაუკეტა უკრაინას ახლა ჟანგბადი, ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო, მას დროთა განმავლობაში ექნება შედეგები, ხო? ომის დროს ვიღაცა მათამას არ გადაუკეტავს თუ ომი მოუწევს, ხო? ეს არის მეორე ტექნოლოგიური. წირდება ძლიერი სწრაფი საჰაერო ძალები, რომელიც ის კიდევ იზახი. აღემატება რუსეთისას და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეს, ხო? სხვა ყველა პოტენციური. ბრიტანეთის და საფრანგეთის აღემატება ჯამში რუსეთის შესაძლებლობა. კი ბატონო, უკვე აღემატება, ხო? საზღვაო ძალები ყავს ევროპულ ქვეყნებს, უბრალოდ ამის მართვა და კონტროლი ბოლოს ვხვდი და ჭირდება ძლიერი სახმელეთო ჯარი, რომელსაც შეუძლია რუსეთისნაირ ბრუტალურ ძალას ებრძოლა. ეს არის უკრაინა. ეს არის უკრაინა. წერტილი დავსვით, უკრაინა მიცის რომ ანუ ევროპას რაც ჭირდება, ეხლა მარტივი მიდგომაა სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკური რაღაცები როგორ უნდა შეინარჩუნოს უკრაინა, უნდა შეინარჩუნოს უკრაინის ჯარი, უნდა მიცეს მას მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს არის ადგილი, სადაც უკვე გამოცდილია, ხო? ანუ სახმელეთო ძალის ავანგარდს, როგორც ისე ძველი ტერმინი რო ვიხმაროთ, ხო? შეადგენს უკრაინელები. თუ გინდა არიერგარდს რა, ანუ ავანგარდი არის მეწინავე, არიერგარდი არის უკამყოფი, ხო? ანუ უკრაინა არის ის კომპონენტი, რომელიც გამოჩნდა, საქმე მაჩვენა, საქმე დაამტკიცეს. ეხლა რუსებთან პირდაპირ ომში იომებენ თუ არა ესპანელები და პორტუგალიელები, თვითონაც არიციან ესპანელებმა და პორტუგალიელებმა. ან იომებენ ან არა, არ ვიცით რა. ხო. მე მქონია ახლა ბევრ ევროპულ ქვეყნის ჯარებთან ურთიერთობა, კი ყავთ ძალიან კარგი ძლიერი elitარული მაგრამ უკრაინელებს დასი მოტივაცია საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის, როგორც აქვთ უკრაინელებს ნაკლებად ექნება. უკრაინის ტერიტორიაზე სხვაგან რა შედეგს დადებენ ეს ქვეყნები ძნელი სათქმელი. ამიტომ არ არის დატესტილი. ექსპერიმენტების ჩატარება არავის არ უნდა, ამიტომ ევროპაში ჭირდება და ყველაზე მთავარი რაც გამოჩნდა, ჭირდება ძალიან ძლიერი მართვის და კონტროლის სისტემა. ანუ რაც ამერიკელებს ჰქონდათ ჩაბარებული ევროპაში. აქამდე ჰქონდათ ამერიკელებს ევროპაში, ანუ ვინ იყო ნატოს ჯარების თავარსარდალი? ამერიკელი გენერალი, ხო? ეხლა უნდა შექმნან პარალელური ნატოს სისტემა. ამის აუცილებლობა უდგათ, ამის პოლიტიკური აუცილებლობა უდგათ. ხო. ეხლა რეალურად ორი გამოსავალი აქვს. ან შექმნიან ამას, ნელ-ნელა უცებ ვერ გააკეთებენ, მაგრამ მეთოდურად ნელ-ნელა ეს შეუძლიათ შექმნან. ან არა და რა ვიცი რა, რო დააქნევს ტრამპი ან ვიღაცა ჯოხს, ეგენი უნდა ახტენ და დახტენ მაშინ რა, სხვა გზა არ დარჩებათ რა და როგორ გააკეთებენ მე გამიჭერდება თქვა. და სულ ბოლოს უკრაინის პოზიცია რამდენად თანმიმდევრულია ამ ლაპარაკებებში, მათ წითელ ხაზად ტერიტორიული მთლიანობა აქვს დასმული. ეს თემა იქნება ყველაზე მტკივნეულიო, თქვა ზელენსკიმ თავის დროზეც. აი, გასაგებია რომ იქ სანქციების მოხსნა ეს შეიძლება სამსჯელო საკითხი იყოს, მაგრამ როცა ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან მიდგება საქმე, ეს გაცილებით რთული ფაზაა ალბათ მოლაპარაკების. არ ამგონია უკრაინის რომელიმე ლიდერმა შეძლოს ტერიტორიული იმის აღიარება. არ ამგონია რომ ევროპელებმა ეს პოზიცია დათმონ. ტრამპის რიტორიკა გასაგებია, არ ამგონია რომ ამერიკამ ეს ტერიტორიები აღიაროს რუსეთის ტერიტორიად ევროპელებთან და უკრაინასთან შეთანხმების გარეშე. არ ამგონია რომ ეს მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი რიტორიკა. არ ვფიქრობ რომ ეს ასე მოხდება. ეს არის ძალიან დასუსტებულ პოზიციაზე ყოფნა, მაგრამ უკრაინამ თუ უკრაინა ამას არ აღიარებს, ხო დანარჩენი ვინ აღიარებს? კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აღრა ამერიკა თუ აღიარებს, ეს კატასტროფა იქნება რა. პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინა ევროპელებთან ერთად საკმაოდ ეფექტურად აწარმოებს ამ რგოლის თავდაცვას. კიდევ ვიძახი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად ის არის რა, რამდენად ძლიერ პოზიციას დაიკავებენ ევროპელები, მაგრამ ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი ცოტა ისეთ ქუჩხურად რა, ეხლა თუ ტერიტორიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკრაინამ და უნდა აღიაროს, მაშინ ან ამერიკა ან სხვისი დაღმარება რაღაც ჯანდაბად უნდა თვითონ მივადა და ელაპარაკება რუსებს აღიარებს და დამთავრდება ყველაფერი, ხო? მაშინ ვიღა რაღაც უნდა, ხო? ამას თვითონაც გადაწყვიტავს რა, არავითარი პრობლემა არა. ბანულაში ამ დროს როცა ასეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხები წყდება მთელ მსოფლიოში, რითი არის დაკავებული ივანიშვილის რეჟიმი? იძიებს 2008 წლის ომს. ვის ინტერესია ეს? არ ვიცი, რუსეთის. საქართველოს ინტერესში ეს არაფერი არ არის. ახლა აქ 2008 წლის ომის გამოძიებაზე არ არის რა. ამას ქვია რაღაც თავის კმაყოფილებით დაკავება, ანუ ივანიშვილის რეჟიმმა უკვე მიაღწია ერთ რამეს, კარგად უნდა გვესმოთ. პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი. ხო, თურქმენეთში ჩავლენ და უზბეკეთში და რაღაც თემურლენგის საფლავზე ყვავილებს დააწყობენ თუ უკან წამოვლენ. ეს არ აკეთებს მათ. მოახერხებენ ისინი უკან შემოტრიალებას, მე ძალიან ეჭვი მეპარება რა.
გარდა ამ პოლიტიკური ალეგიტიმობის ეს არის ძალიან სუსტი რეჟიმი, ძალიან სუსტი რეჟიმი. 2000 რაღაცა შოუს დადგას ეს საქართველოში რა თქმა უნდა ტკივა გული წყდება რაღაცა, ხო ბევრი ქართველი ერთ რამეს ვერ ხვდება რა. რომ რა შედეგი მოყვება ამას, ხო? გამოვიდა ხო? ერთმა თქვა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მეორე ხო, კაი, ნუ ჯანდაბას ახლა რა. ამას მოყვება გრძელი პრობლემური შედეგები ისევ თვითონ რეჟიმისთვის, ისევ თვითონ ამ ქვეყნისთვის, თორე სხვა ახლა არაფერი არ არის, ამას სააკაშვილის დააბრალებ თუ ვიღაცას დააბრალებ, ეს დანარჩენი კონცერტია რა, ხო? ჩემი აზრით. დიდი მადლობა.